განუყურებთ ბიზნეს კურიერს, დღეს 24 მაისია, მე აკაკი გოგიჩაიშვილი ვარ და გასული კვირის მთავარ ეკონომიკურ მოვლენებს მიშა სესიაშვილთან ერთად გაგაცნობთ. მოგესალმებით. დაპირებული 1 ლარით არა, მაგრამ 15 თეთრი საწვავი თავიდან მართლაც გაიაფთა, თუმცა მას მერე სულ იმატებს. მთავრობა ისევ მონოპოლიას დებს, ბრალს, კონკურენციის სააგენტოს უფროსი კი იმალება. მთავრობის კიდევ ერთი იმედი ბენზინის წვრილი მოვაჭრეები იყვნენ, დავაბრუნებთ მათ ბაზარზე და საწვავიც გაიაფთება აცხადებდა ის, თუმცა არც ერთი მოხდა და არც მეორე რატომ. მთავრობა შუა აზიიდან საწვავის იმპორტის აღდგენასაც იმედოვნებდა, რაც აქ ფასს დაწევდა, თუმცა არც ეს მოხდა. სამაგიეროდ უკრაინაზე გამავალი ტვირთები წამოვიდა აქეთ ბამბა, სპილენძის და სასუქიც. დღეს დილიდან ხმაურია რუსთავში, მათ შორის ავტობაზრობაზეც და სხვაგანაც ასობით ავტოდილერი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ აზერბაიჯანში ავტომობილების ექსპორტი შეიკვეცა ახალი რეგულაციით, იქ მხოლოდ 2005 წელზე ახალი მანქანა თუ შევა, უფრო ძველს კი აღარ უშვებენ. ამაზე ჩვენ თვეების წინ ვსაუბრობდით, თუმცა ბევრმა ვერ გაითვალისწინა და ძველი ავტოები ჩაუწვა. ბევრსაც კი ალბათ უბრალოდ ბევრმაც ვერ მოასწრო ძველი ავტომობილების დროულად მოშორება და ახლა ეს არა მხოლოდ მათზე აისახება ცუდად, არამედ თლიან ეკონომიკურ პარამეტრებზეც. დღეს ხომ მთავარი ექსპორტო პროდუქტი ქვეყნისთვის უცხოეთიდან შემოტანილი მეორადი ავტომობილებია, რომელიც შემდგომ ისევ ექსპორტზე გადის. ავტოდილერების პრობლემებს დღეს დილიდან რუსთავში თამუნა დემეტრაშვილი არ ყვევდა და ახლა ის პირდაპირ ეთერში გვერდება. თამუნა, რა ხდება, რა მდგომარეობაა მან და რა არის პრობლემებიც არიან მოგვიჩამნა. შაბათი და კვირა როგორც წესი რუსთავში ავტობაზრობის დღეთ ითვლება, თუმცა დღეს აქ ავტომანქანა და გამყიდველი უფრო მეტია ვიდრე მყიდველი და ეს სიტუაცია აქ ბოლო რამდენიმე თვეა გრძელდება. მას შემდეგ განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აპრილის თვიდან აზერბაიჯანში ახალი რეგულაციები შემოვიდა. ავტოდილერები ამბობენ, რომ ისინი უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნენ და ავტომანქანები პრაქტიკულად აღარ იყიდება. დღეს ისინი ჩვენთან ერთად არიან და საკუთარ პრობლემებზე თავად მოგვიყვებიან. რა სიტუაცია, რა მდგომარეობაში? დღევანდელი მდგომარეობით ბაზარში არის ძალიან რთული სიტუაცია. თქვენც ბრძანეთ განაცვალე, რომ რაც ეს კანონი შემოვიდა, აღარც ერთი მანქანა არ იყიდება. აი ეს ამდენი ზღვა ხალხი, ამ ზღვა ხალხის უკან დგას ძალიან მრავალი ოჯახი დაახლოებით 300,000, 400,000, 9 მილიონი კაცი დგა. აი ამ საქმის უკან ამ საქმის უკან და მესამე თვეა პირადად მესამე თვეა მანქანა მიდგა ბაზარზე რომელსაც ყიდიდი დაუშვათ 100 ლარად ვიყვეტები 20 ლარში და მყიდველი არ არის. აი მე პირადად და აი აქ დაახლოებით თითქმის უყოლას და მე აი ტელევიზიის წინაშე ვიძახი 120 ხელი ვის არ აქვს ბანკიდან კრედიტი გამოტანილი. პირადად მე ბანკი კონსტანტა მასახლებს სახლიდან. ეს არც მთავრობის ბრალია, არც ცეცხლი ავიღე ბიზნესზე. ეს ბიზნესი თვალსა და ხელშუა, აი როგორც ნაყინი გეჭიროს სიცხეში, აი ესე დაგვიდნეს უყოლას ხელებში. თავი გვაქვს ჩამოსახშობად. თხოვთ მთავრობას, ალბათ მთავრობას თუ ჩვენი თავი სჭირდება, ჩვენც გვჭირდება მთავრობა. თხოვთ მთავრობას, იქნებ ან ცოტა გადავადება გაგვიგრძელონ, ან გამბაჟება შეგვიმცირონ, ან დგომის ფასი შეგვიმცირონ, პირიქით იზრდება და არ ამცირდება. გეკითხებით, აი რა შეიძლება რომ ადამიანმა გააკეთოს. შეხედეთ ამ ხალხის სახეებს, აი მოხიბლულები, არც ერთი კაცი შემოგდანდით ბაზარზე და იქ აიღეთ ინტერვიუ. ყველა დადებულია რუსაჭესთან თავი და ყველა ფიქრობს იმაზე, ხვალიდელი დღე რითი არსებობს. 200, 300, 500 ლარები გვაქვს ტერმინალში დგომის და გადასახდელები. და არც შანსი არ არის და არც პერსპექტივა არ არის, რომ რამე გაიყიდოთ. როგორ ფიქრობთ, გამოსავალი რა შეიძლება იყოს, რა გადაწყვეტილებები? პირველ რიგში მთავრობას უნდა მიიღო ის ზომები, რომ წინასწარ გაეფრთხილებინა ყველა შემომყვანი, რომ 5 თვით ადრე მაინც და იმას არის ის სიტუაცია არ შეიქმნებოდა, რაც ახლა შეიქმნა. ეხლა გამოსავალი რა არის პირველ რიგში, ხო? მთავრობა, რომელსაც შეუძლია ეს ყველაფერი მოაგვაროს და გააკეთოს, პირველ რიგში შექმნას კომისია, გამოყოს, გამოვიდეს, შეხვდნენ, დაგველაპარაკონ, გადასავადებელია, გადაავადონ, გასაბაჟებელია, გაამბაჟონ. რა სხვა გამოსავალი აქ დღესდღეობით ვერ ხედავთ. არ არის რომ გადავავადო. პირველ რიგში ეგ არის. აქ არიან ხელოსნები, განამარტო ჩვენ დილერები ვართ. ხელოსნები არიან, ჯაჭვული რეაქცია, აწყობილი, რომელიც ხალხი არიან დასაქმებული უამრავი 30% საქართველოს ამ ბიზნესს დავსაქმით რა. ეს ყველაფერი იკეტება. მოდი სახელოსნოებში შეხედეთ, დაელაპარაკონ ხალხს, გაესაუბრონ. ეხლა მაინც და მაინც მარტო ის ხო უნდა გააკეთო, მარტო ჩვენო რა. ხალხი არის ძალიან ეს საგადასახადო ყველაფერი ჩვენი მხრიდან რო შედის, ხო? ბიუჯეტი აქედან იქნება. თუ ეს არ იქნება, არც ბიუჯეტი იქნება, არც არაფერი არ იქნება. არც პენსია იარსებობს და არაფერი რა. ჩვენ ეგრე ვფიქრობთ რა, ეგრე იქნება ალბათ რა. ბაზრის მანქანების ფასებზე თუ აისახა ეს სიტუაცია, რაიმენაირ 2-3 $3,000 არის ყველა მანქანა დაკლებული, აბსოლუტურად ფასი. შეგიძლიათ შებრძანდეთ, ნახოთ ნებისმიერი მანქანით. და მაინც არის.
არ იყიდება აბსოლუტურად არც ერთი მანქანა არ იყიდება. არც ერთი მანქანა არ იყიდება. აქ დაიგო ყველაზე დიდი პრობლემა რა არის აი ამაზე საუბარია რომ მანქანები ნუ თათარი აღარ გაიყვანს დაუშვათ ამაზე დიდი ხანია უკვე არის საუბარი რამოდენიმე წელიწადია მაგრამ იყო 1 იანვარი აქეთ იქეთ მაგრამ ნუ ეს ციცრუე გამოდგა ყოველთვის ამიტომ ჩვენ გვჯეროდა მორიგის ციცრუე იყო და უბრალოდ არ დავიჯერეთ აი 1 იანვარი იქნება ერთადერთი კარგი პერსპექტივა რომ აი 45-დღიანი მერე ყოველ კვირაში ავდიოდი და ვკითხულობდი ხო არაფერი დირექტივა მიგიღიათ იქ არა არაფერი არ მიგვიღია არაფერი არ მიგვიღია ჩვენ ჯეროდა რომ მორიგი ტყვილი იყო ჩამოვიყვანეთ მანქანები და 1 აპრილს აღმოჩნდა რომ ეს ნამდვილად სიმართლე იყო და ეს მანქანები აი 45-დღიანი ერთი ორი თვე მაინც გადაგვიწიო ნუ და აი ტერმინალში ნუ შევიყვანეთ ტერმინალზე არა საუბარი თავრობას უნდა მოელაპარაკონ აზერბაიჯანის თავრობას იმიტომ რომ ჩვენ მეგობარი სახელმწიფოები ვართ მე მგონია ის თავრობაც გაითვალისწინოს ერთი ორი თვე უბრალოდ იმისა ხალხსაც მიცეს უფლება რომ შემოიყვანონ ეს ევრო 3-ის მანქანები რომ 45-დღიანი ვადა არის 45-დღიანი ვადა არ არის მარტო 45-დღიანი და არაფერს არ შეგვიძლია 45 დღის მერე რა იქნება მერე რა იქნება არაფერი არ იქნება უბრალოდ ეს ყველაზე რეალური ვარიანტია რომ აი თხოვორი აზერბაიჯანის თავრობას რომ უბრალოდ 1-2 თვით გადაწიონ ეს ვადა მადლობა თამუნა ის ხალხი ჩამოვლენ და წაიყვანებენ მანქანას და აღარ შემოვიყვანთ არის ის რომ 5-იანი შემოვიყვანე აი არ მეყავთ 4-იანი 5-იანი შემოვიყვანე მაგრამ აღარ წეს 5-იანი მეყავთ ახლა მეორე უკიდურესობა კიდევ ის არის სომეხი არის ამ წუთში სომეხი ადამიანი მოდის და გვეუბნებიან ისიც გადის ევრაზიის კავშირში შევიდნენ და აღარც იგი აღარ მოვა ძალიან დიდი მადლობა და კიდევ ერთი პრობლემა რაც ავტოდილერებს აქვს ეს არის თურქეთის თემა იქ სატრანზიტო გადასახადი რომელიც საქართველოს მოქალაქეებისათვის გასულ წლებში არ იყო დღეს უკვე ამ თანხის გადახდაც უწევთ მათ კეთილი დიდი მადლობა თამუნამ მადლობა მიშა როგორც აღნიშნე ეს მართლაც პრობლემა არის არა მხოლოდ იმ ხალხის მხარეს რომელიც ახლა ვთქვათ ერთვებოდა თავისი პრობლემებით ჩვენს ეთერში არამედ ეს გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკურ პარამეტრებზე და პირველ რიგში ექსპორტზე იმიტომ რომ ეს იყო უმთავრესი და არის ჯერჯერობით უმთავრესი საექსპორტო პროდუქტი. 1 ლარით არა, როგორც ხელისუფლების დაპირება იყო, თუმცა პირველ წელს 2013-ში საწვავი 15 თეთრით კომპანიებმა მართლაც გაეფეს ოღონდაც მეორე ანუ წელს, მიმდინარე წელს ისევ გააძვირეს თანაც არაერთხელ. აკაკი დინამიკა კი ამ პერიოდის განმავლობაში ასე გამოიყურება. 2012 წლის სექტემბერში ბენზინი საშუალოდ 2 ლარი და 12 თეთრიდან 2 ლარსა და 30 თეთრამდე ღირდა სხვადასხვა პროდუქტების და მიხედვით 2016-დან 2.30-მდე. უკვე 2013 წლის სექტემბერში კი ეს დიაპაზონი როგორც ხედავთ 2 ლარი და 2 თეთრიდან 2 ლარსა და 15 თეთრამდე მერყეობდა, ანუ საშუალოდ 2013 წლის სექტემბერში -7% იყო კლება 2012 წლის იმავე პერიოდთან შედარებით. ხოლო უკვე დღეს ფასები როგორც ხედავთ 1.99-დან 2.12-მდე ადის და რამდენად ჩვენ გვაქვს ინფორმაცია მიისწრაფის საწყის დინამიკისგან კი ბატონო ანუ 7% იყო კლება 2013 წლის სექტემბერში ხოლო ეხა უკვე დღეს სექტემბრის ფასებთან შედარებით ფასები მომატებული არის 4%-ით რასაც მთავრობა ნაწილობრივ ვალუტის გაუფასურებით ხსნის რადგან სწორედ ამ პერიოდში 6%-ით არის ლარი დოლართან გაუფასურებული მოგეხსენებათ საწვავის ფასები კი სწორედ დგინდება დოლარის კურსის მიხედვით. თუმცა როდესაც ის არ მოხდა, ვთქვათ, ერთლარიანი კლება, რომელიც მიდიოდა წინა ხელისუფლების ჯიბებში ეს არსებული ვერსიით, იყო შეცვლილი ადაპტირებული დაპირებაც, რომ აი 10-15 თეთრით კიდევ დაიკლებდა და ამის მისაღწევად მთავრობა ცდილობდა შუა აზიიდან უფრო იაფი საწვავის იმპორტი აღედგინა, თუმცა რამდენიც ჩვენ ვიცით, ეს ვერ მოხერხდა. თურქმენეთი ჩვენთვის საინტერესოა არა მარტო გაზის მხრივ, ასევე ნავთობის კუთხით. მოგეხსენებათ აქვს ძალიან იაფი ნავთობი და იმისთვის რომ შემოვიტანოთ ჩვენ ბაზარზე იაფი ნავთობი, ამისთვის აუცილებლად უახლოეს მომავალში გეგმავთ მუშაობის დაწყებას იმისთვის რომ შემცირდეს ტარიფები ნავთობზე. უკვე დღეს კი კახი კალაძე ამ საკითხზე აღარ საუბრობს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებიდან კი პერიოდულად კვლავაც ისმის ვერსია, რომ კარტელურ გარიგებასთან გვაქვს საქმე. დავით ონოფრიშვილი აცხადებს, რომ თუ კონკურენციის სააგენტო საკითხს შეისწავლის, ეს ნავთობპროდუქტების ბაზარზე უთუოდ დადასტურდებოდა. კარტელური შეთანხმების ფასი დაახლოებით ნუ აი რაღაც 30 თეთრის 30-40 თეთრის ფარგლებში უნდა ყოფილიყო. ნუ თქვათ 20-დან 30 თეთრამდე. და რეალურად მაინც მე მგონია რომ ეს შეთანხმება დღეს გარკვეულწილად არსებობს. უბრალოდ ის პარტიული
ნაციონალური მოძრაობის ჯიბეში აღარ მიდის, მაგრამ ის ნაწილი გარკვეულწილად დაიტოვეს თვითონ კომპანიებმა. ამჯერად ახლა ორივე საწყურს ერთი იძახის რომ ნუ აი გაცვლითი კურსი იზრდება და ამიტომ ფას მე ვეღარ შევცვლი პირიქით თუ გავжди ნაციონალური მოძრაობა იძახის თქვენ ხომ ერთლარს იძახოდით ერთლარს რა თქმა უნდა არავინ არ იძახოდა იყო აი ციფრებზე ლაპარაკი 30-40-ზე საიდანაც ნაწილი შევცედა და ნაწილი დარჩა სწორედ ჩემი აზრით იგივე კარტელური შეთანხმების საფუძველზე ისევ კომპანიების ჯიბეში მიდის და იქ გარკვეული რეზერვი ჩემი აზრით არსებობს და რაც გონია რომ ახლად შექმნილი კონკურენციის შესახებ კანონი და შესაბამისი სააგენტო ალბათ დაინტერესდება კონკურენციის სააგენტოში კი სათქმელი არაფერი აქვს და არც ხელმძღვანელი ენახება მედიას. თუმცა იშვიათად ტელეფონს მაინც პასუხობს ხოლმე. საკითხის შესასწავლად ის იმდენ პროცედურას ასახელებს, რომ აშკარაა ეს კარგ ახანს არ მოხდება. ორი აქცენტი შეცდება აი კონკრეტული საკითხების და ნორმატიული კანონმდებლობის ნორმატიული აქტების შემოშერებას. აი მაგალითად რაღაც განცხადება შემოვიდა, იმისათვის რომ გამოიწყო რაღაც ინფორმაცია, უნდა ჩატარდეს მოკვლევა. ამისათვის საჭიროა მოკვლევის შესახებ წესი იქნეს გაწერილი და მოყვანილი ევროპულ კანონმდებლობასთან. და ეს ნიუანსები არის. საჭიროა კვლევა თქვენ ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის სპეციალური დარგი უნდა იქნეს შესწავლილი, ვინ არის თქვა დომინანტი ის უნდა იქნეს გამოყენებული, ამისათვის საჭიროა ბაზრის ანალიზის კვლევის მეთოდი და წესის შემოშერება, რაც უმნიშვნელოვანესია, თქვა პირადი განცხადების, პირადი ინიციატივით რომ რაღაც თემები იქნეს შესწავლილი. ანუ ეს ხანგრძლივი პერსპექტივა თუ კი საერთოდ მთავრობა აცხადებდა რომ ბაზარზე საწვავის წვრილ მოვაჭრეებს დააბრუნებდა კონკურენციას გაზრდიდა რაც ბენზინს გააიაფებდა თუმცა არც ერთი მომხდარა და როგორც ვთქვით არც მეორე რატომ ან რეალურია კი რომ წვრილები ფასებზე გავლენას იქონიებენ ამაზე ახალ ჯემალ ლეონიძე კომპანია მაგნატის დამფუძნებელი და დემურ გიორხელიძე ეკონომიკის ექსპერტი ისაუბრებენ ერთი 40-მდე გასამართი სადგურის დაბრუნებას სასამართლოს პროცესის შედეგად ელოდება მეორეს კი ბენზინის სამართლიანი ფასი აქვს დათვლილი მოგესალმებით ორივეს და პირველ რიგში ბატონ ჯემალს მიმართავ რა სტადიაშია ის პროცესი რასაც ქვია სამართლიანობის აღდგენა იმიტომ თქვენ გაქვთ ეს პოლიტპატიმრის სტატუსი და რომ დაბრუნდებით ბაზარზე რა პერსპექტივაა ამისი როგორც ბენზინით მოვაჭრე ალტერნატიული დიახ მოგესალმებით სამართლიანობის აღდგენა როგორც გამოჩნდა ხანგრძლივი პროცესია და განვლილი დრო არ იყო საკმარისი იმისათვის უმრავლესობისათვის ჩემნაირად დაზარალებული ადამიანებზე მოგახსენებ რომ შედეგი ყოფილიყო კონკრეტული მიმდინარეობს გამოძიება ჩემ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ამ 40-დან ჯერჯერობით არც ერთზე თქვა გადაწყვეტილება მიღებული არ არის. არა, ეს არ მოხდება 1 და 5-ის დაბრუნება, აქ არის მთლიანად კომპანიის ქონებასთან დაკავშირებული საკითხი და გამოძიება. თქვენი ოპტიმისტური შეფასებით როდის შეიძლება ეს პროცესი დასრულდეს? გამომდინარე იქიდან რასაც უყურებთ. პროცესი, გამოძიების პროცესი, მე რამდენადაც ვიცი საფინანსო პოლიციამ პროკურატურის ზედამხედველობით უკვე დაამთავრა, მაგრამ შედეგია გამოსაქვეყნებელი, რომელსაც რატომღაც დღემდე დაახლოებით 1 წელიწადია არ აკეთებენ. რატომ თქვენი აზრით რა შეესაბამება? მე უკავშირებ პოლიტიკურ მოვლენებს და სხვა არაფერს, ყველაფერი გამოძიებულია, ყველაფერი მტკიცებულებები წარდგენულია, მოწმეები დაკითხულია. ანუ არის სუბიექტური მიზეზები და არა ობიექტური, რის გამოც თქვენი აზრით ეს ფერხდება. კეთილი, რაც შეეხება კარტელურ გარიგებას ფასებზე, ეხლა რადგან თქვენ არ მუშაობთ, ამაზე ცხადია წარმოდგენა არ გექნებათ, მაგრამ როგორ იყო მანამდე, იყო თუ არა ეს რეალურად ასეთი პრაქტიკა და როგორ მუშაობდა ის, იმიტომ რომ თუ კი კარტელური გარიგება თქვენს ამ კარტელის წევრები იყავით, ხო ცხადია, მაგრამ თქვენ წვრილებს ყოველთვის გქონდათ 2, 3, 5 თეთრი დაბალი ფასები. აი როგორ ხერხდებოდა ამის მიღწევა? მე 2009 წლამდე ვიყავი ბაზარზე, ნავთობპროდუქტების იმპორტი რეალიზაციას რაც შეეხებოდა, მქონდა საკმაოდ სოლიდური სეგმენტი რეალიზაციაში დაახლოებით 15%-მდე და მე ვერ ვიტყვი რომ ისეთი რადიკალური ხელშეშლა იყო ჩემი საქმიანობის მიმართ ბიზნესში რომ მე იძულებული გამხდარიყავი რომ რამე ქმედითი ღონისძიებებისათვის მიმემართა. ანუ ის ფასები რაც იყო საბაზრო ფასები იყო ბატონო სიტუაციიდან გამომდინარე. საბაზრო ფასები იყო სიტუაციიდან გამომდინარე, არც მომხმარებელი იყო უკმაყოფილო, არც ბიზნესმენები ყოფილან უკმაყოფილო, ეს 2008 წლის ჩათვლით, მაგრამ 2009 წელში
უკვე დაფუძნდა, უკვე დაკანონდა რამდენიმე მონოპოლისტური გაერთიანება, რომელმაც ფაქტურად ჩაყლაპა დანარჩენი კომპანიები, მოხდა მსხვილი გაერთიანებები და მას შემდეგ უკვე დღეს რასაც ხელისუფლება აცხადებს დაპირებებში, რომ წვრილი მეწარმეების შემოსვლით ეშველება ბაზარს და საწვავი გაიაფთება, ეს სინამდვილეს მოკლებულია, იმიტომ რომ 1, 2 და 3, თუნდაც 10 ორგანიზაციის შემოსვლა, რომელიც თქვა 5%-ს დაიჭერს ბაზარზე, ვერაფერს ვერ უშველის ფასებს, რამე თუ ამ კომპანიებს, რომლებსაც დღეს უწირავთ დაახლოებით 80-90% სარეალიზაციო ბაზისსა, თვითონ შემოაქვთ საწვავი, ერთს აზერბაიჯანიდან, დანარჩენს ევროპიდან და ერთმანეთში ინაწილებენ და ფასებზე თვითონ თანხმდებიან. ანუ ფაქტურად თქვენ ფიქრობთ, რომ გამოვალი სიტუაცია თუ როგორც პრაქტიკოს მაინც გესახებათ გზა, როგორ შეიძლება რეალური კონკურენციის უზრუნველყოფა ამ ბაზარზე? რეალური კონკურენციის უზრუნველყოფა მე ისე მესახება, რომ სახელმწიფომ კი არ უნდა ხელი შეუწყოს ამ საქმეს და ფასების კლებას თუ რეგულირებას, პირიქით ხელი არ უნდა შეუშალოს. ეხლა ეს დაპირებები, ეს დავალებები, ეს ბრძანებები, რომ ფასმა უნდა დაიკლოს, გინდა თუ არა უნდა 10 თეთრით, 15 თეთრით, 20 თეთრით იმიჯიბეში მიდიოდა, ამიჯიბეში მიდიოდა, ეს არ არის საქმესთან დაკავშირებული საუბარი, ეს ელაპარაკი არ შეიძლება ბიზნესთან, მოგებასთან, წაგებასთან, მარჯასთან, ამას უნდა ისეთი ანალიზი, რომ ერთხელ რომ მithვი ის იყოს გასაგები მოსახლეობისათვის, მომხმარებლისათვის და იმ ნათქვამს კონდეს შედეგი. და პირველ რიგში ალბათ გარემო შექმნა, როცა შეიძლება ალტერნატიული წყაროებით საწვავის შემოტანა და არ იყოს ჩამოკიდებული, ასე რომ ვთქვათ, მიბმული ერთ იმპორტიორზე, ხო? რა თქმა უნდა, ერთ და რამდენიმე იმპორტიორზე რომ მიბმული დღეს იმპორტი, ამიტომ ხდება ეს, რომ ფასები ფაქტურად არ იცვლება და ახლა რამდენიმე წარმოც არ უნდა შემოვიდეს, კიდევ ერთხელ ვამბობ, არაფერს არ უშველის ის ფასებს. დიდი მადლობა ბატონ დემურთან გადავინაცვლებ კითხვით, მიუხედავად არ ვიცი რამდენად იზიარებთ ამ ანალიზს, რაც ახლა მოვისმინეთ, მაგრამ თქვენ მაინც მიგაჩნიათ, რომ დღევანდელ პირობებშიც კი მაინც ფასები არის გაბერილი ხელოვნურად და წესით უნდა იყოს უფრო დაბალი და ეს დათვლილიც გაქვთ. აი რას ეყნობა თქვენი გათვლები და თქვენი ანალიზიც მოგვაწოდეთ. მოდით პირდაპირ თქვათ, რომ ნებისმიერ ქვეყანაში ეს ძალიან სპეციფიური ბაზარია და ამიტომ თამაშის მკაცრი წესებია ბაზარზე შესვლისა და გამოსვლის წესები ძალიან რეგულირებულია, თუმცა ბაზარი მეტნაკლებად თავისუფალია სხვადასხვა ქვეყანაში. მთელი პრობლემა საქართველოში ის არის, რომ ეს ხელისუფლების ინტერესების სფერო გახდა და სწორედ წინა ხელისუფლებამ გაუკეთა ფორმირება ამ ბაზარს, ფორმირება გაუკეთა მთავარ მოთამაშეებსაც, შემდეგ მოვიდა ახალი ხელისუფლება და ეს იმდენად მოეწონათ ეს სისტემა, რომ პრინციპში მთლიანობაში შენარჩუნებული იქნა. რაც ჩვენ მოვისმინეთ ახლა ეს რაში გამოიხატება? აი იმაში, რომ თქვათ არ ხდება, თქვათ აი რას ბრძანა ბატონო ჯემალმა, რომ აი ერთი წელია იწერება ეს პროცესი გადაწყვეტილება მიღებულია, რომ ეს წვრილები რომ დამბრუნდნენ, რაღაც კონკურენცია გაჩნდეს, მოქმედი ეფექტური, არაეფექტური, აი ამაში გამოიხატება თუ კიდევ ერთი მხრივ ეს არის, ესეც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი მომენტია, იგივე თუ გნებავთ სასამართლო გზით კანონიერების აღდგენა, ვინც კი ამას მიაღწევს და დაამტკიცებს, ეს მათი პრეროგატივა, სასამართლოს პრეროგატივა, მაგრამ ეს პროცესი გაშვებული ჯერჯერობით არ არის და აქ სწორედ პოლიტიკური ნების ბრალია ეს და არა სხვა რამის. რაც შეეხება შეთანხმებას კარტელურს, ის რომ რეალურად არსებობს, ამაზე მე მგონი მხოლოდ ბრმას ან აბსოლუტურად სმენა დახშობილ შეუძლია უარი განაცხადოს და რა ხდება? მოდით შედარებითი ანალიზი გავაკეთოთ, როგორია ფასები, თქვათ, იგივე ევროპაში, ზოგიერთ ქვეყანას, სკანდინავიას თავი დავანებოდთან და ნახოთ შეერთებულ შტატებში როგორია ფასები. შეერთებულ შტატებში რამდენად უციკ სუბსიდირება ხდება ფასის? არ ხდება სუბსიდირება, იქ კონკურენტული ბაზარია, როდესაც ფირმებმა მოინდომეს ძალიან ზემოგებების მიღება, ერთი ამბავი ატყდა კონგრესში და სენატში, მათი ამორჩევლები რეკავდნენ და ისინი იზოლებული გახდნენ, შეექმნათ გარემო, არა სხვაზე წოლა, რომ კონკურენტული გარემო ისევ შენარჩუნებული ყოფილიყო და ფასებმა დაიწია იმ დონებზე, რასაც ბაზარი იმ დროს მოთხოვნა მიწოდების შესაბამისად. ჩვენთანაც არის ესეთი საზოგადოებრივი აზრის ზეწოლა, არ არის? საზოგადოებრივი აზრის ზეწოლა საქართველოში არ მუშაობს, იმიტომ რომ აქ მონოპოლიებს ყავთ ძალიან მაგარი მხარდამჭერი ხელისუფლებების სახით, ამიტომ თუ რაიმე არ გვარდება, ეს არის არა ბაზრის ჩავარდნა, ბაზარი არასდროს ასეთ სფეროებში არ ვარდება, არამედ ეს არის წმინდა ინტერესების
ინტერესების გავლენის შედეგი. აი დავით ონოფრიშვილის ანალიზი იყო, რომ 20-30 თეთრია ამ ფასში ის რაც არის, ასე ვთქვათ, კარტელური გარიგების შედეგი. ნებისმიერი გაანგარიშებები ცოტა ალბათ დაახლოებით ახლოსაა ბატონი დავითის გაანგარიშებები, როგორადაც გაჭიმო გამოჭიმოთ საქართველოში საწვავზე ფასები, იგი ლარდა 60, ლარდა 70 ფიზიკურად ვერაფრით ვერ აგაწდება. ანუ ასევე 30-40 თეთრია თქვენი გაცვლები. მინიმალური. ბატონი დავითი აცხადებს, რომ თუ კი ადრე ეს ხელისუფლების ჯიბეში მიდიოდა, ამას ჩვენ ვაცხადებდით, ეხლა ეს რჩებათ კომპანიებს, მაგრამ თქვენ მიიჩნევთ, რომ ეს რჩებათ კომპანიებს, ახალი ჯგუფები გაჩნდნენ ინტერესების და ვინც ამაში სოლიდურად რომ იტყვიან წილს იდებენ. ასე რომ იმიტომაც არ კეთდება ეს ყველაფერი. განსაკუთრებით გამაოგნებელია იმ ახალი სამსახურის ხელმძღვანელის ახსნა განმარტებები. მე ასეც ვამბობდი, რომ მნიშვნელობა არ აქვს რა იურიდიული ფორმით შეიქმნება ეს კონკურენციის სააგენტოზე საუბრობთ. ეს ისეთივე კონკურენციის სააგენტოა, როგორც მე და თქვენ ავართ. ეხლა ეს ტიბეტელი დალაილამები. ასე რომ არაფერი არ გაკეთდება ამ საქმისგან, იმიტომ რომ ნება არ არის ამისა. მთავარი მოთხოვნა, რომელზეც მე კანონის განხილვის წინ ვაყენებდი, ეს არის რომ ამ სამსახურს პოლიტიკური ნების შემთხვევაში უნდა კონდეს ირიბი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლო გზით მონოპოლიების დაშლისა და კარტელური გარიგებების დაშლის საშუალება. მაგრამ ეს არ მოხდა, ასეთი მექანიზმი როგორც ჩანს კარგხან არ იქნება, ამიტომ ბამბაზარზე ანუ თქვენ მიჩნევთ თეორიულად ეს შეიძლება რომ იყოს ეფექტური ინსტრუმენტი ამ სიტუაციაში და სხვა სფეროებში. ოქმებს არავინ არ აფორმებს კარტელური გარიგებისას, მაგრამ არის მეთოდიკა, არსებობს პროფესიონალიზმი, არსებობს შეფასებები, ირიბი მტკიცებულებებით სასამართლოზე როგორ უნდა დაიშალოს მონოპოლიები და სეგმენტირებული იქნას ბაზარი. თუ ეს მექანიზმი არ ამუშავდა, ჩვენ ასე ვიქნებით, იმიტომ რომ აქ არის უზარმაზარი ფული და აქ ყოველთვის ახალი პოლიტიკური ჯგუფები, მე მხოლოდ ამ ხელისუფლებაზე არ ვამბობ, შემდეგი ხელისუფლებასაც, იმის შემდეგსაც სულ ექნება ცვლილება, იმიტომ რომ უბრალოდ შეიცვლებიან მოთამაშეებს. სადაც არ იქნება წმინდა საბაზრო მექანიზმები თავიდან ბოლომდე ამოქმედებული, ყოველთვის იქნება პოლიტიკური ინტერესები და პოლიტიკური ინტერესები ყოველთვის გააჩენს ლობირების საშუალებას შენიღბული ფორმით, რასაც ახლა აქვს ადგილი. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა ამ ანალიზისთვის. როგორც ვთქვით, შუაზიდან ბენზინის შემოსვლა იყო ერთი ვერსია, რის საშუალებითაც შეიძლებოდა ფასებზე ზემოქმედება, ბენზინი არა, მაგრამ ბამბის იმპორტი კი იწყება. მისი შემდგომი ექსპორტის მიზნით ბამბის ტრანზიტ საქართველოზე უკვე 10 წელი აღარ გაუვლია. ახლა კი მიზეზი რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობა გახდა, ყაზახური ბამბა აქამდე სწორედ ამ დერეფანში მოძრაობდა. საქართველოს რკინიგზა წელიწადში 250,000 ტონა ბამბას გაატარებს, ნუ ცხადია სანამ ეს უკრაინის კონფლიქტი არსებობს, მალე კი მას ყაზახური სპილენძი და მინერალური სასუქიც დაემატება. ბამბის პირველი სატრანზიტო პარტია რკინიგზის ვაგონებიდან ფლოტის პორტში დღეს გადაიტვირთება. ჩვენ დღეს ვლაპარაკობთ უზბეკეთის ბამბაზე, რომელიც აწარმოებს დაახლოებით 1,200,000 ტონას წელიწადში. ეს თვირთი 95-96 წლებიდან მოძრაობდა საქართველოს გავლით და ის შეწყდა ბოლო პარტია გადაიზიდა 2003 წელს. და ეხლა მოლაპარაკებების შედეგად ეს თვირთი ისევ შემოbrunდა. თვირთის პირველი პარტია უკვე საქართველოსია, უკვე დაიწყება გადატვირთვა ამ ტუქთის ბამბის საზღვაო კონტეინერებში და ის მერე უკვე მთელი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მიეწოდება. $1,000,000 დახმარება სტარტაპებს ადაპტირებული, არც თუ კარგად დავიწყებული ძველი პროგრამა მსგავსი დასახელებით, რას აპირებს რეალურად მთავრობა. და გაითვალისწინებს თუ არა ის ძველ შეცდომებს, როდესაც არც ერთლარად გაცემულმა ქონებამ და არც უპროცენტო შესახებან მნიშვნელოვანი შედეგი ვერ გამოიღო. ესმის თუ არა მას, რომ უფრო მასშტაბური ღონისძიებებია საჭირო. დაგველოდებით. განაგრძოთ ბიზნეს კურიერს, მთავრობა აპირებს დამწყებ მეწარმეებს სტარტის ხაზზევე მისცეს ბიძგი და ამ მიზნით ახალ 46 მილიონიან პროგრამას იწყებს აწარმოე საქართველოში. რომელიც არც თუ კარგად დაიწყებული ძველის მსგავსია. ოღონდაც ადრე მას დამზადებულია საქართველოში ერქვა.
და მნიშვნელოვანი შედეგი არ მოუტანია. ადრეც იყო მეწარმეებისთვის სახელმწიფო ქონების ერთლარად გადაცემის პრაქტიკა, იყო ცალკე IAP-ის სესხების პროგრამაც. რატომ ფიქრობს მთავრობა, რომ ამჯერად სტარტაპების სუბსიდირება იმუშავებს? ამაზე კეთი ბოჭორიშვილს ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს ვკითხავ, თუმცა მანამდე ვიტყვი, რომ ფული ორ მიზანს მოხმარდება: სესხის განაკვეთის 10%-ით დაფინანსებას და გირაოს დაზღვევას. სტარტაპები ერთიდან შესაბამისად 3%-მდე სესხებს აიღებენ ამ პროგრამის შედეგად და თან გირაოს ღირებულებას შეიმცირებენ. სესხი კი 150,000-დან 2 მილიონ დოლარამდე უნდა იყოს. მოგესალმებით ქალბატონო კეთი. და პრინციპში კითხავ გაიჟღერა და მე უფრო დავაზუსტებ, რომ რატომ გონიათ, რომ ამჯერად იმუშავებს ესეთი ინექცია რაღაც ძალიან კონკრეტული მიმართულებით, ამ შემთხვევაში სტარტაპების მიმართულებით, იმიტომ რომ გვაქვს გამოცდილება და თქვენ ამის მოწმე ხართ, რომ არც ერთლარად გადაცემულმა ქონებამ მისცა მნიშვნელოვანი ბიძგი ეკონომიკის განვითარებას, არც IAP-მა სესხებმა, არც უპროცენტო სესხებმა. რა არის აქ ისეთი მიდგომა ამ შემთხვევაში, რომელიც თქვენ იმედს გაძლევს, რომ ამჯერად ეს იმუშავებს? განსაკუთრებით სტარტაპებზე როცა ვსაუბრობთ, სადაც რისკი ძალიან მაღალია. აკაკი ირაკლი მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენ მაყურებელს. თავდაპირველად მინდა აღვნიშნო, რომ პროგრამა დამზადებულია საქართველოში მხოლოდ იყო უკვე ნაწარმი პროდუქციის პოპულარიზაცია და ამისი წარმოჩენა. რაც შეეხება წარმოებულია საქართველოში, ამის მთავარი მიზანი არის ადგილობრივი ბიზნესის, კონკურენტუნარიანი ბიზნესის განვითარება, ხელშეწყობა, სტიმულირება და რომ დაიკვირდონ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ადგილობრივ ბაზარზე და შემდეგ გქონდეთ ექსპორტის პოტენციალი. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროგრამაში შემავალი კომპონენტები, რომელიც პირველ რიგში ამ ეტაპისათვის გახლავთ 3 კომპონენტი, ეს გახლავთ წვდომა ფინანსებზე, წვდომა ინფრასტრუქტურაზე და წვდომა, რაც უმნიშვნელოვანესია განათლებაზე, ინფორმაციაზე და ინტელექტუალურ მხარდაჭერაზე, აი სწორედ ამის ერთობლიობა მიგვიყვანს წარმატებულ. ეს არის კომპლექსური მიდგომა. ანუ თუ კი ადრე ვთქვათ, იყო სხვადასხვა დროს ვთქვათ, ერთლარად ქონების გადაცემა, იყო ცალკე IAP-ის სესხების პროგრამა, იყო კიდევ სხვა საკონსულტაციო ბიზნესი, ახლა თქვენ ყველაფერი ერთად თავმოყრილი სახით ჩადეთ ერთ პროგრამაში. ეს არის თავმოყრილი და ერთობლივად მიეწოდება მეწარმეს, მაგრამ მე ასევე მინდა დაუბრუნდე თვითონ თითოეული კომპონენტის ამ შემთხვევაში თუ რატო იქნება წარმატებული. მინდა აღვნიშნო, რომ იგივე სესხის თანადაფინანსება გარკვეულწილად ეს მოხდება მხოლოდ დასაწყის პერიოდში, რომ ჩვენი მთავარი მიზანია ისევ და ისევ მინდა აღვნიშნო, რომ სტიმულირება გავუკეთოთ დამწყებ ბიზნესებს, ანუ ახალ ბიზნესებს და ახალი პროექტების შეიქმნას ჩვენს ქვეყანაში. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ პროექტების შერჩევაში ეს არ მოხდება სახელმწიფოს და სახელმწიფო მოხელეების მიერ და ეს მოხდება ბანკების მეშვეობით, რაც არის უმნიშვნელოვანესი, რომ სწორედ მდგრადი და კომერციულად მომგებიანი და სწორი პროექტების შერჩევა მოხდეს და ასევე მინდა აღვნიშნო, ინფრასტრუქტურის გადაცემა მოხდება მხოლოდ პირობით და პირობა არის ძალიან თვალნათელი და ხელმისაწვდომი ყველასათვის. ჩვენ გვაქვს იდენტიფიცირებული 100-მდე ქონება, რომელიც არის განთავსებული ვებგვერდზე და კრიტერიუმები და პირობები არის ჩამოთვლილი. აქედან გამომდინარე, თითქმის ყველას შეუძლია ამ პროგრამაში მიიღოს მონაწილეობა, თუ რა თქმა უნდა ჩვენ პირობებს და კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს. იცი, ვისაც აქვს, აი ვთქვათ, უარყოფითი ბიზნეს გამოცდილება, აი დღეს ჩვენ დასაწყისში ვიხილეთ ეს ავტოდილერები, რომელსაც ჩაუვარდათ ბიზნეს მიზეზთა გამო და ასეთი რისკები ძალიან ბევრია. ანუ უარყოფითი გამოცდილება აქვს, ან ასაკობრივი შეზღუდვა თუ არის, აი რაიმე შეზღუდვა თუ არის, რომელიც გაცხრილავს მათ, ვისაც ნაკლები შანსი აქვს ამ პროგრამაში მოხვედრას. კი ბატონო, პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროგრამის მთავარი მიზანი არის წარმოების ხელშეწყობა ჩვენს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, იდენტიფიცირებულია როგორც სოფლის მეურნეობაში, ასევე მეწარმეობაში კონკრეტული მიმართულებები, რომელ მიმართულებებზეც მოხდება აქცენტის გაკეთება და რომელ მიმართულებების ხელშეწყობა პირველ ეტაპზე მოხდება. ვთქვათ, ბექგრაუნდის, ასე ვთქვათ, წარსულისა, იმისი, ვინც არის, ვთქვათ, ეპლიკანტი. ასევე მინდა დაუბრუნდე, რომ უკვე თვითონ პროექტის შერჩევა და რისკების გაანალიზება ეს უკვე ბანკების პრეროგატივაა და მერწმუნეთ ბანკებზე უკეთესად ამას ვერავინ ვერ გააკეთებს. ვერ დაგერწმუნებით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მეწარმე, რომელიც მიმართავს ბანკებს, იგივე სოფლის მეურნეობის პროგრამაში მოსახვედრა და ასე შემდეგ, ამბობენ, რომ ბანკები მხოლოდ კომერციული მოსაზრებით ჭრიან და თქვათ ზომავენ, ასე რომ ვთქვათ და თუ კი ეს პროგრამა სწორედ რაღაც სტრატეგიულია, რაღაც სოციალური ფუნქციაც აქვს, არ ვიცი, მაშინ რაღაც სხვა მიდგომა არის საჭირო, ესე ამბობენ, იმიტომ რომ ყველაფერს ვერ გაზომავ მხოლოდ მოგების გადმოსახედიდან. მე ისევ
მინდა ჩვენ თავარ მიზანს დაუბრუნდე. ამ პროგრამის თავარი მიზანი არის მდგრადი, მომგებიანი და ისეთი პროექტების დაფინანსება, რომელიც შემდგომაც გააგრძელებენ არსებობას და სიცოცხლის უნარიანები იქნება. აქედან გამომდინარე, სწორედ ამ კრიტერიუმების მოხედვით მოხდება პროექტების შერჩევა და დაფინანსება. მინდა ხაზი გაუსვა, რომ რაც ახალი პროექტების დაწყებას ხელს უშლის, ეს იყო და ჩვენ ამ ინსტრუმენტამდე რომ მივედით, ჩავატარეთ ძალიან სერიოზული კვლევა. ეს კვლევა იყო არა მარტო თეორიული კუთხით და ანალიზის და სტატისტიკის კუთხით, არამედ ჩვენ დაახლოებით გამოვკითხეთ 200-მდე მეწარმეს, საშუალო, მცირე, მსხვილი და იდენტიფიცირება გავაკეთეთ თუ რა აკლია ესე რომ ვთქვათ ბაზარზე, რა გაუკეთებს სტიმულირებას მეწარმემ რომ დაიწყოს ახალი პროექტი. სწორედ მივედით იმ დასკვნამდე, რომ პირველ რიგში ცნობა ფინანსებზე იყო უმნიშვნელოვანესი, რომელიც გახლავთ მაღალ პროცენტიანი სესხის განაკვეთი, ეს ერთი და შემდგომ გირაუს უზრუნველყოფა. უმეტეს მეწარმეებს ხშირად არ გააჩნიათ ის რესურსი, რომ 100%-ით მათი გადმოსახედიდან ყოველ შემთხვევაში ეს ქმნის პრობლემას. თუმცა პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ როდესაც ეს სუბსიდირება ხდებოდა ამ სესხების, ან უფასო სესხი გაიცემოდა, მე ძალიან ხშირად შემიძლია მაგალითები ჩამოგითვალოთ, ექნებოდათ პრობლემა იმის გამო, რომ ამ სესხს მაინც ვერ ფარავდნენ. ანუ მთავარი პრობლემა შეიძლება ეს კი არ არის, არამედ გარემოა, ბიზნეს გარემოა, იმიტომ რომ მინდა დაუბრუნდე, რომ შერჩევის კრიტერიუმის სწორედ და ამ შემთხვევაში რისკების გაანალიზება და პროექტების შერჩევა მოხდება ბანკების მიერ და სწორედ გადაწყვეტილება იყო მიღებული რატო ბანკები და არა თუნდაც რაღაც შექმნილი კომისია, იმიტომ რომ ბანკები ყველაზე უკეთესად აანალიზებენ რისკებს და სწორედ ამ რისკების გადაზღვევის მიხედვით მოხდება პროექტების დაფინანსება და ხელშეწყობა. მე ისევ და ისევ მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ცნობა ფინანსებზე, ჩვენ იგივე მეწარმეებს თავაზობთ ცნობას ინფორმაციაზე, განათლებაზე, იგივე აქცნება ორი დიაგნოზი. მე გულისხმობდი გარემოს, აი ჩვენ ვისაუბროთ იმაზე, რომ მონოპოლიებია, კიდევ რჩება ბაზარზე და არაფერი ამ მიმართულებით არ შეცვლილა. გაიცემა, აი თქვათ პრემიების სახელმწიფო დანამატები მილიონობით. დაუბრუნდებით ჩვენ პროგრამაზე, მინდა აღვნიშნო, რომ დღესობით და პრემიერ-მინისტრს სწორედაც რომ გუშინ ჰქონდა თითქმის ძალიან წარმომადგენლობითი შეხვედრა ბიზნესთან, რომლებთანაც ძალიან სწორი მესიჯები და ძალიან სწორი მიდგომები ჩამოყალიბდა. მინდა ვთქვა, რომ დღეს ბიზნესი ნამდვილად ძალიან კარგ პირობებში იმყოფება, მით უმეტეს ეხლა ემატება კიდე დამატებითი მექანიზმები და დამატებითი პროგრამები, რომელიც დამატებით გაუწევს სტიმულირებას. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი პროგრამა და ერთი მექანიზმი, რომელსაც მთავრობა შეიმუშავებს და განახორციელებს. ჩვენ მუდმივად აი თუნდაც 1 ივნისიდან დაწყებული მუდმივად შევთავაზებთ ახალ მექანიზმებს და მათ შორის მოქმედ ბიზნესაც რა თქმა უნდა. ეს იქნება ასევე ვიმუშავებთ იგივე ჩვენს სამეწარმეო გარემოზე, რაც მნიშვნელოვანია იგივე საკანონმდებლო დონეზე თუ რეგულაციების დონეზე, რომ მოხდეს კიდევ უფრო გაუმჯობესება და მინდა უბრალოდ აღვნიშნო, რომ ეს არის მხოლოდ ერთი ინსტრუმენტი და ერთი მექანიზმი, რითაც ჩვენ დავიწყეთ, თუმცა მთელი წლის განმავლობაში და მთელი შემდეგი წლების განმავლობაში იქნება მუდმივად სხვადასხვა ტიპის პროგრამები და სხვადასხვა ტიპის მიდგომები შემუშავებული, რათა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს. ანუ თქვენ მეთანხმებით პრინციპში იმაში, რომ ეს ერთი წერტილოვანი დარტყმით თუ ბიძგით, ასე ვთქვათ, ეკონომიკას ვერ დაძრავს, საჭიროა რაღაცა გლობალური და კომპლექსური მიდგომა. მათ შორის აი ესეთ საკითხებზე, როგორც არის მონოპოლიური მდგომარეობა, იგივე ვთქვათ, აი ეს რა ქვია, ხარჯვა, საბიუჯეტო ხარჯების, აი პრემიები 130 მილიონის გაიცემა, როცა 49 მილიონად აგ მთელი პროგრამა იქოქება. აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია თქვენ რა ახსენეთ, რომ არსებულ ბიზნესისთვისაც შეიქმნება დახმარების პროგრამები, იმიტომ რომ აი პრიორიტეტულ მიმართულებებში თქვენ გაქვთ ქიმიური წარმოება, პლასმასის წარმოება, მილები, პროფილური, მანქანამშენებლობა. მე ჩამოგითვლით აი რამდენიმე მსხვილ ინვესტიციას, რომელიც გაჩერებულია, ბერტა გაჩერებულია, ინტერპლასტი გაჩერებულია, იგივე დელტა, რომელიც თქვენ სამინისტროს ბალანსზეა ეხლა და მე რამდენიც ვიცი შეკვეთები აღარ აქვთ, რომ აი ეს ტექნიკა აწარმოონ, სამხედრო ტექნიკა. აი მათაც სჭირდება ბუნება, ანუ უკვე არსებული დაქოქვის შედეგად უფრო მეტი და სწრაფ შედეგს მიიღებს. აკაკი, მე მინდა დაუბრუნდე, რომ პირველ რიგში ჩვენი ამ პროგრამის აქვს ძალიან კონკრეტული მიზანი და მთავარი მიზანი გახლავთ ახალი საწარმოების შექმნა. მეორე მთავარი მიზანი რამდენი ახალ საწარმოო შეიქმნება თქვენი შეფასებით? ადგილობრივი ბიზნესის კონკურენტუნარიანი სექტორების განვითარება. ეს ამ პროგრამის ფარგლებში არის ძალიან მიზანმიმართული ღონისძიებები დაგეგმილი, რომელიც ხელშეუწყობს სწორედაც ახალი წამოწყებების და ახალი პროექტების შემუშავებას, მაგრამ მე ასევე მინდა აღვნიშნო, რომ შემუშავდება კიდევ სხვა პროგრამები, რომელიც არსებულ საწარმოებს დაეხმარება იგივე თუნდაც გადაიარაღებაში, თუნდაც იგივე ხარისხის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში, იგივე სტანდარტების დანერგვაში, რომ შეძლონ საექსპორტო ბაზრების ათვისება და საექსპორტო სხვადასხვა
ბაზრებზე შეღწევა. აქედან გამომდინარე, მინდა ისევ და ისევ აღვნიშნო, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პირველი ინიციატივა და ისი მექანიზმები, რომელიც ადგილობრივი მეწარმეობის ახალი პროექტების შექმნას შეუწყობს ხელს, თუმცა ჩვენ ასევე გვექნება სხვადასხვა ტიპის პროგრამები და სხვადასხვა ტიპის მექანიზმები, რომელიც ადგილობრივ არსებულ ბიზნესაც დაეხმარება, ასევე გვექნება პროგრამები, რომელიც ინოვაციურ პროექტებს ხელს შეუწყობს, ესე რომ ვთქვათ, დანერგვაში და განვითარებაში. აქედან გამომდინარე, მუდმივად ჩვენ შემოგთავაზებთ სხვადასხვა ტიპის მექანიზმებს, რომელიც გლობალურად იქნება კომპლექსური მიდგომა და მეწარმეობის ხელშეწყობაზე იქნება ორიენტირებული. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს. დიდი მადლობა. წარმატებას გისურვებთ თქვენს ძალიან სასიკეთო ზრახვებში. რეკლამის შემდეგ მთავრობის დახმარება ის იქნება თუ თავისი საქმე გააკეთა, მიიჩნევს უკვე მოქმედი მეწარმე. წყალტუბოში მილიონები მან სასტუმროში ჩადო, თუმცა მთავრობა იქ გზას არ აკეთებს და ტურისტიც ვერ ჩადის. აგრეთვე როგორ აწყობენ წარმატებულ ბიზნესს სომხეთში და საქართველოში ექსპორტსაც ყოველგვარი სამთავრობო დახმარების გარეშე. არარატის ზუთხი იგივე იქვე ერევანთან ახლოს დაგველებული. განაგრძოთ ბიზნეს კურსის მთავრობა ცალსახად უარყოფს მუდმივ კრიტიკას ოპოზიციისა თუ სხვა ექსპერტების მხრიდან, რომ ინფრასტრუქტურაზე ფულს ზოგავს და ამით ეკონომიკას აფერხებს. ექს-მინისტრი ნარმანია მაგალითად ჩვენს ეთერში აცხადებდა, რომ შარშან 130 მილიონით მეტი დახარჯა ამ მიზნით, ვიდრე 2012-ში ჯამში 800 მილიონი ლარი. გეგმა თავდაპირველად განსაზღვრული იყო 901 მილიონი ლარი, თუმცა წლის განმავლობაში დაგვემატა თითქმის 100 მილიონ ლარზე მეტი, ამიტომაც 1 მილიარდს გაცდა ჩვენი სამინისტროს ბიუჯეტი 12 თვის მაჩვენებლებით, ანუ ეს არის დაზუსტებული 12 თვის შესრულება, ჩვენ 800 მილიონ ლარამდე ღირებულების სამუშაოები შევასრულეთ. 12 თვის მაჩვენებლებით ჩვენ 130 მილიონი ლარით მეტი ღირებულების სამუშაოები ჰქონდა შესრულებული, ვიდრე ეს იყო 2012 წელს. საინტერესო, რამდენი დაიხარჯა ხსენებული 800 მილიონიდან წყალტუბოში, იქ ჩასულ ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს განცდა, რომ იქამდე 800 თეთრსაც კი არ ჩაუღწევია. გზებიც, ქუჩებიც და სკვერებიც იქ ისე დღეშია, დნელია წარმოვიდგინო, რომ საკურორტო ქალაქში იმყოფები. მთავრობის იმედი ჰქონდა ინვესტორსაც, რომ გზებს და ინფრასტრუქტურას მიხედავდა და წყალტუბოში ერთ სასტუმროში მილიონები დააბანდა, თუმცა უგზოობის გამო ტურისტის მოზიდვა ურთულეს ამოცანად ექცა. ძალიან ჭირს ამ გზებზე სიარული, აი კი ხედავთ როგორ ვიწევს ჯანჯღარით სიარული აქეთ იქიდან. ხა ეს ადგილობრივებისთვისაც პრობლემაა, ყველასთვის პრობლემაა და მით უმეტეს ახლა დაალაგებული ქვეყნიდან და კარგი ქვეყნიდან თუ ესეთი, სადაც ესეთი პრობლემები არ არის, ადამიანი რო ჩამოვა და ეს დახვდება, როგორი სიტუაცია უნდა იყოს რა. აი ეს არის პარკის ერთ-ერთი ნაწილი, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, რომელიც აი ნაწილობრივ რაღაცეებს ეთყობა, რომ აკეთდა, მაგრამ დიდი ნაწილი დაუსრულებელია, ის ობიექტები, რაც დაგეგმილი იყო, აი ბანერებიც ვნახეთ, რაც უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ ჯერჯერობით არ განხორციელებულა სამწუხაროდ. ეს არის სასტუმრო, ჩვენი სასტუმრო წყალტუბო პლაზა, რომელიც სულ ახლა ხანს გაიხსნა, ამდენიმე წელია მიმდინარეობს ეს პროექტი და დაჯდა დაახლოებით 12 მილიონი. წყალტუბოს არჩევა მოხდა იმის გამო, რომ საკმაოდ კარგად იცნობდნენ გასული წლების განმავლობაში სასტუმროს ზოგადად წყალტუბოს პოსტსაბჭოთა სივრცეში და დღეს ვინც წყალტუბოში ჩამოდიან არიან ისევ ამ ქვეყნებიდან. ქონდა ინფორმაცია, რომ არც თუ ისე ადვილი იქნებოდა კვალიფიციური კადრების მოძიება და პრინციპში მზად ვიყავით იმისათვის, რომ მოგვიწევდა დიდი ძალისხმევის და დიდი ენერგიის გაღება ამ ყველაფრისათვის. სასტუმროში არის ჩვენთან საკონფერენციო დარბაზი 140 ადამიანზე გათვლილი.
სასტუმროს აქვს ასევე შიდა ეზო, სამჯერადი კვებისათვის კვების ბლოკი, რესტორანი, რომელსაც ვეძახით, ასევე ტრენაჟორების დარბაზი, საუნა და ასევე იქნება მასაჟის კაბინეტი. სტუმრები ჩამოდიან უკვე ჩვენთან სასტუმროში, ვათავსებთ მათ კარგად, კომფორტულად, თუმცა პრობლემა რომელიც დგას არის მტვერი, იხედავთ აგერ, სასტუმროდან გარეთ გამოსვლის შემდეგ უკვე ძალიან რთულია ამ ადამიანების დარწმუნება იმაში, რომ აქ ყველაფერი კარგად არის. ეს არის ჩვენი ტერიტორია, სადაც სამომავლოდ არის გეგმა, რომ გაკეთდეს ახალი კორპუსი. ასევე ეს არის რესტორნის შენობა, ეს კიდევ ერთი დამატებითი ობიექტია ჩვენთვის. ჩვენც ასე ვთქვათ, ამ პროექტებს განვახორციელებთ, მაგრამ ამ პროექტების განხორციელება დიდად დამოკიდებული არის ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობაზე და მოწესრიგებაზე. ეს ყველაფერი გაამართლებს იმ ჩადებული ინვესტიციებს, რაც აქამდე არის გაკეთებული და ჩადებული და ასევე კიდევ მას იზავს სტიმულს გაუჩენს სხვა ადამიანებს, სხვა ინვესტორებს. ახლა კი როგორ ახერხებს წვრილი სომეხი მეწარმე ყოველგვარი სუბსიდიის გარეშე წარმატებული ბიზნესის აწყობას და ზუთხის ექსპორტს, მათ შორის საქართველოშიც. თევზის საშენი ჩვენთანაც ბევრგან არის გახსნილი, თუმცა როგორც წესი შემდგომი განვითარება ამ ბიზნესს უჭირს. აქ ყველაზე გამოუცდელ მეთევზესაც წარმატება გარანტირებული აქვს. ბადეში თევზი ყოველთვის გაებმება, თანაც არც მეტი, არც ნაკლები ზუთხი. ეს სომხეთში ერთ-ერთი უმსხვილესი თევზსაშენია, სადაც ამ ძვირადღირებულ თევზს 10 წელზე მეტია აწარმოებენ. წითელ წიგნში შეტანილი ეს სახეობა ხელოვნურ გარემოში კარგად იზრდება, რასაც ხელს ბუნებრივი პირობებიც უწყობს. ზუთხის ისეთი ფორმით წარმოება, როგორც ეს სომხეთშია, ყველგან ვერ ხერხდება. პირველ რიგში მნიშვნელოვანია წყლის ტემპერატურა. ის აუცილებლად თბილი უნდა იყოს, 18 გრადუსიდან ზევით. 22 გრადუსი ყველაზე ოპტიმალურია. ასევე მნიშვნელოვანია ჟანგბადის შემცველობა წყალში. წყალი კი არარატის ზეგანზე ჯერჯერობით საკმარისია. რეზერვუარები საკუთარი ჭაბურღილებიდან მარაგდება და თევზიც გამდინარე წყალში თავს კარგად გრძნობს. თუმცა ჭაბურღილების დიდმა რაოდენობამ მიმდებარე ტერიტორიების გაუწყლოება გამოიწვია, ამიტომ მათზე კონტროლი გამკაცრებულია. სარეალიზაციო ძირითადად 4-5 კილოგრამიანი თევზი გადის. უფრო დიდი ზომის ზუთხი კი სპეცშეკვეთის კატეგორიას განეკუთვნება. 1 კილოგრამის სარეალიზაციო ფასი ადგილზე $6. ექსპორტს ძირითადად რუსეთში ვეწევით. ჩვენი მთლიანი წარმატების 80% სწორედ რუსეთში გადის. საქართველოშიც იყიდება, თუმცა რუსეთის მასშტაბთან შედარება, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. იმედი გვაქვს, რომ დროთა განმავლობაში ამ მოცულობას გავზრდით. მეურნეობაში მალე სევანური იშხანის წარმოებასაც აპირებენ. ლიფსიტები, რომლებსაც ორიოდე თვეში ღია რეზერვუარებში გადაიყვანენ, ადგილზე თევზსაშენის ინკუბატორში გამოყავთ. და დღეს სულ ეს იყო ბიზნეს კურიერი ამ კვირაში ამით ასრულებს თქვენთვის მუშაობას მომავალ შაბათამდე გემშვიდობებით. ასე გავიწვეთ გვეწვიეთ Facebook-ზე, გაგვიზიარეთ თქვენი აზრი თქვენთვის საინტერესო თემებზე. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ნახვამდის.